იქეთ მანქანით ვეღარ ვიმოძრავებ. დავდექით ნომერში. მე უთოვლოდ ვარ. სარეკის ხმა უკვე მესმის. პირველ მორიკოს ვაკეთებთ აქ. სერზე სამი გელი ამას თამაშით მოდიოდა ჩემსკენ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამშვიდობის მოგესალმებით. გაგიკვირდებათ და ისევ სანადიროდ გავეშურდეთ მე და ჩემი მეგობრები. მანქანაში მხარს მიმცვენებს ბატონი რადიდოლიძე და ბესიკ ბერძენიშვილი. მარლენი ჩემზე წინარე უკვე და წალკაში მელოდება. ძალიან მალე გადავეკვეთებით და სანამ წალკაში მგელს არ მოვინადირებთ, წალკას არ შევეშვებით, იმიტომ რომ რამდენი გამოვედით ხელსარიელები, იმდენი დაგვირეკეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ გელი გამოჩნდა და ისევ შეაწუხა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს წარმატებულად დავამთავრებთ ნადირობას და შემოგთავაზებთ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო კადრებს. დარჩით ჩვენთან, ვიყურეთ და ვინადირეთ ჩვენთან ერთად. წეღან წვიმდა, ცოტა ქარი გვიშლი და ხელს, ეხლა შედარებით უფრო დასტაბილურდა ამინდი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებას ვიხილავთ ჩვენც და თქვენც მოახერხებთ ამის ნახვას. როგორც არაერთხელ გვითქვამს, არ უნდა ვენდოთ ბოლომდე ამინდის პროგნოზს. საერთოდ არ იყო გამოცხადებული ქარი, მით უმეტეს წვიმა. ჩამოვედით წალკაში და დაგვხვდა აი ესეთი სერიოზული ქარი, ალბათ 1.25 კმ/სთ-ში მაინც რა. პლუს წვიმს კიდეც. აქედან გამომდინარე მე ვიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცოტა დავბრუნდეთ უკან, უფრო იმერასკენ. იქ ნაკლები არის ყოველ შემთხვევაში. ქარის მგრძნობელობა და დაუგეგმავად ვაკეთებთ ახლა ამ სარეკს, მაგრამ მე და განსაკუთრებით ჩემ რატის იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენი ჭკუით გამოვეკეცით ქარს და წვიმას და წამოვედით 1.15 კმ-ის მოშორებით, რომ წესიერად გვენადირა. იცოცხლეთ და ქარი არ არის, მაგრამ წვიმამ კარგად დასხო. ეხლა ცოტა ხანი მანქანაში დავჯდებით. დაველოდებით რომ გადაიღოს, მერე შევუდგებით კუდიგორის გზას. დავიწყეთ ნომრების დაყენება და ნახე როგორი თოვლი დამხვდა. ეს თოვლი არ ეგონი, ეს ზვავი არის. მარჯვნივ გზას გავუყევი. კლებიც არის კარგია. ნატარი არის ძველი, მაგრამ აი წყალზე აქვს გადმოსასვლელი, რაც იმედიანად თავად თუ აქ მოვიწყდეთ. გელი ახლა პატარა მორეკვა არის, ჩვენ შედარებით ცოტანია გამოსულები შუაგვირა მაინც. სამუშაო გზია ბიჭებმა ვერ უახერხეს წამოსვლა ჩვენ. უბრალოდ თავდასხმები მოხდა 3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ყოველდღე თავდასხმა იყო რა შინაურებით რა. იქეთ მანქანით ვეღარ ვიმოძრავებთ, წინ ხევი გვაქვს დათოვლილი და მოგვიწევს ფრთხილად გადასვლა. ეხლა ორ ძაღლს გავუშვით რა გიორგი რა. ხო. ჯობია რა, რაოდენიმე მორეკვა რო იყოს, ეს პატარა მორეკვა არის რა. მე კიდევ კი სხვა დღეში რო შევათ იკავშოთ სოკოლას რა. 5 ძაღლი ყავს მოკლედ დღეს რა. ბატონო შევი. ამირანი მიხედავს სარეკს, შენ მიხედე ნომრებს.
ამჩნევთ ალბათ რომ მე თუხოთ ვარ მანქანა ჩამეკიდა და თოფი მანქანაში დავრჩა ამიტომ ჩემ ძმასთან ერთად ვარ ერთი თოფით ორი მონადირე თავარია ხარისხი და არა რაოდენობა კი ბატონო სარეკი დაიწყო ხევს გადმოღმა ვართ დაბანაკებულები თუ რამე გამოვიდა კარგად დავინახავთ ბედი უნდა ყველაფერს გოგას მანქანა ჩაეკეტა და შიგნით დარჩა გასაღები წაღან იძახდა რომ ფანჯარას ჩამოვდროო მაგრამ არ ვიცი რას იზავა გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. არა, მაცადია რა. ლომები, ლომხოები მყავს მაგაცები. რა გატეხვა, ნაჭახი თო. ჩაუბრეთ ეხლა. ჩერდი ნომერზე სარეკის ხმა უკვე მესმის სანამ ჩვენ მანქანას ვაკეთებდით ძაღლები გადმოვიდნენ მოპირდაპირ მხარეს ტყეში და დევნის ხმა მოგვესმა ამიტომ სასწრაფო წესით ამ ტყეში შემოვედით და გადავკეთეთ რამდენითაც შესაძლებელი იყო ზემოთ მუშაობენ ძაღლები შორიდან ხმა ისმის დავალოდებით იქნება და აქეთკენ წამორეკონა. სრუგანგაში იყო კურდღელს დასდევენ? კურდღელებია ძალიან ბევრი. ეგ ძალიან კარგია პრინციპი. სარეკშიც ვავი. არა, სრუგანგაში ჩვენთვის, ანუ მგელი არ არის, ტურა არ არის. ტურა არ არის, მგელი არ არის. კურდღელები არიან. პირადად ნახე, აღარც გავყევი. ხო, არა, ნუ კურდღელს თუ დასდევენ. არანაირი აზრი აქვს. როგორ ჩანს, ტყე მგლისგან თავისუფალი არის. ალბათ შევიწვით ლოკაციას. ძაღლების პატრონმა ამირანმა გითხრა რომ ძაღლები დევნაში არიანო ტყეში შესულები არიანო და შორი ახლოს აქვე გადმოვედით ტყეში პატარა ტყეა ვნახოთ რა გამოვა იქით მხარეს დგანან ჩემ მეგობრები 4 ადამიანი იქით ზევით არის რატიასული და მე იმედი მაქვს რომ გელი თუ გამოვა შესაძლოა არის რომ ტყის ნაპირზე გამოიაროს ან ხევს ჩამოუყვეს ქვევით მოკლედ ველოდებით შეიცვალა სტრატეგია ტყეს მიუყვებიან ყველა ნომერში დამდგარი ადამიანები და ზევით ავიდნენ გაჩერდნენ დაახლოებით 70-80 მეტრში და აგრძელებენ სიახლოს. ტრადიციული მონოლოგი ბუნებასთან დაკავშირებით არ მომეზდება იმის აღნიშვნა რომ დალუცული ქვეყანა გვაქვს ულამაზესი ხედებით, ულამაზესი ადგილებით და წალკა მიუხედავად თავისი ცოტა მკაცრი ბუნებისა და უცნაური ლანდშაფტისა ჩემში პირადად ძალიან თბილ გრძნობებს
აღვიძებს. მე არ ვიცი ხა GoPro-ში როგორ გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოპერატორს ბევრად უკეთესი კადრები აქვს აღებული. მინდა რომ აი შეგახედოთ რა ტყის მასივებში გვიწევს სიარული. და რა ხედები გვეშლება თვალწინ. ბიჭები ნელ-ნელა გამოვლენ. მე გამოვასარი და უკვე მანქანასთან ვარ. დაველოდები, შევიკრებებით და სავარაუდოდ გადავწყვიტავთ საით გავაკეთოთ მეორე მორეკვა. აი შორს მარლენიც გამოჩნდა. აქაც ავშალეთ ნომრები, ძაღლები თურმე კურდღლებს დაძდევდნენ. მინდა გამოვეხმაურო კიდევ იმ ხალხს, ვინც წერთ, რომ გაანებეთ ამ გლებს თავიო, ნუ დაძდევთ ტყეებშიო. მინდა ყურადღება გავამახვილოთ თქვენი იმაზე, რომ ჩვენ დავდივართ იმ ტყეებში, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოს არის. ჩემს უკან ხედავთ მოსახლეობას და აქვე ხედავთ აი ამ ტყეს, სადაც ჩვენ ვნადირობთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეგრეთ წოდებული ცხოველთა დამცველები ძალიან გთხოვთ, ცოტა უფრო საღი გონებით იყავით და უფრო კორექტულები იყავით კომენტარებში. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დღის მეორე ნახევარია უკვე. პირველს გადაცელილია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ამჯერზე მაინც გამოგვივარაბე. აუცილებლად. ნახოთ. გავჩერდი. ალენი 150-120 მეტრით ქვემოთ არის რა. რატი და კიდე ორი ჩვენი მეგობარი წავიდნენ. მე კარგი ადგილი შემხვდა, ძალიან კარგი ხილვადობა მაქვს, სირთულეს წარმოადგენს ერთი რამ, რომ საკონტროლებელი მაქვს, როგორც აი ეს ფერდი. ასევე აი იქით მხარე 1-30 მეტრის იქით. ეხლა აქ სირბილი არ გამოვა ალბათ. ძაღლების ხმაურიდან და ყეფიდან გამომდინარე უნდა მოვიღო გადაწყვეტილება. აი აქ ჩავიმალები. ბუნებრივი საფარი, რომელიც უხვად არის ამ ტყეში და რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეხლა კი გადავალ სიჩუმის რეჟიმზე თქვენის ნებართვით. მე აქ გავჩერდები. ბიჭები გააგრძელებენ ნომრებში გადანაწილებას. ხედარობის არეალი საკმაოდ კარგი მაქვს. აქედაც მშვენიერი სასროლი მაქვს. ესეც ფაქტიურად ჩვენი ტერიტორიაა. და აქეთ უკანა მხარეც პრინციპში სავსებით მისაღები ადგილია. საკმაოდ დიდი მასივია, საკმაოდ გრძელი ტყეა. ჩვენ ახლა ხაჭკოვის მიმდებარე ტყეში ვიმყოფებით, ეგრეთ წოდებულ ხაჭკოვის ტყეში და მოდი პირდაპირ თქვათ, პრინციპში ძალიან ცოტანი ვართ ამ ტყის დასაკეტად. მაგრამ მაინც ცდა ბედის მონახევრია. დროებით და მართლა სიჩუმის რეჟიმში გადავედი.
იმედია თქვენს დაინახეთ ის რაც მე დავინახე, ძალიან ლამაზი კურდღელი. გამოეპარა ძაღლებს. ძაღლები სხვაგან ყებდნენ, კურდღელი კიდევ უკვე ჩემთან იყო გამოსული. ხო, ნახოთ აბა, ჯერ კიდევ გრძელდება ნადირობა. ხო ბესო. რა ვიცი, დევნა იყო სადღაც ჩემს ქვემოთ რა, მარლენსა და გიგის შორის. ხო. არა, ეს გასრულები მე მგონი სარეკის იყო. მე ერთი მომეჩვენა მე რომ მარლენმა ისოლა ერთი, მაგრამ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს ველოდების არაკირობის გამოვა ჩემთან. ერკი. კარგი ბიჭი ხარ უარესროლე კურდღელისთვის არ უნდა გესროლე. 14 საათი და 11 წუთია. სარეკი უკვე მოგვადგა აგერ არიან ხედავ. და შედეგად გვაქვს არაფერი. კურდღლის მეტი არაფერი. ნადირობა დასასრულს უახლოვდება. და შეიძლება ითქვას, რომ ნადირობა მაინც შედგა, იმიტომ რომ კურდღელი დავინახეთ. მხოლოდ ცოლა ხდება გილზე და ტურაზე. პირველ მორეკოს ვაკეთებთ აქ და მეორე მორეკო ხედავთ მარჯვენა მხარეს როას. აი ეგრევე ფეხით უნდა გადავიდეთ და იმას გავაკეთოთ. რა გვერდზე მხარეს რა. სანამ არა დაგიძახეთ იქამდე არ დავიწყოთ სარეკი. ჯო გასაგებია სულ ყველა მიახლოებით 25 კაცი ვართ, 3 კაცი სარეკს წავა. ძალიან ვთქვი სარეკი შეხედე განაწილდით სწორად რა, ერთი კაცი შუაში უნდა, ერთი კიდეზე და მეორე ხევის მხარეს. ხევში არ ჩახვიდი აზრი არ აქვს. ხევის ძიბას და ზაღლი ყეფას თუ დაიწყებს და უკანას დაგიტრიალდება, შენ სარეკი მაინც წამოიღე. ნომრებში მე ქვემოთა შუა წელის დაკეტვა მერგოწილად ბიჭების უმრავლესობა მაღლა არის აწეული და ასე ვთქვათ გეაბრაზნად ჩავკეტავთ გეაბრაზნით დღეს აი ასეთ წვრილიანებში ჩაუჯექი წინაც გადასარევი მხედველობა მაქვს და უკან არის კიდე ერთი გამოსასვლელი რომელსაც უნდა უყურო ცოტა ხანში შემოგვიერთდებით. სარეკი ძალიან მალე დაიწყება და ნახოთ რა და როგორ იქნება. ისე გავაკეთოთ. შენ ეცადე რომ ჩემს უკან იდგე ხოლმე, აი აქ მარცხენა მხარეს დამიდექი. ხო, მასე. ჩემ მეგობრის შვილია. ვინაიდან დაწებაზე ვართ გამოსულები. მოცდება გვაქვს რომ გელსები ნადიროთ. ამიტომ მაქსიმალურად ჩუმად ვართ და ჯურჯურებთ. გადავიდა და აი გორე 1-2-2 უეჭველი გამოპარულს ესროლეს უკან იმიტომ რომ ეხლა დაიწყო სარეკი ჩემს წინ შორს ისმის ძალიან სარეკის ხმა და გასროლის ხმები.
რაღაცა გაპარვას ცდილობდა. იმედი მაქვს რომ აიღეს. საინტერესო არის მარლენმა თუ გაიგო ეს გასროლები. რატი შენს გაიგონე? პირველი გასროლები იყო, ხო? ორი გასროლი, ხა მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე. მაგარი პოდკაპუტკიოთ ხეს. ვა. მაკეველზე ნადირობისას ყოფილ ხარ. პირველად ხარ. ძალიან ადვილად აღიქვავს ადამიანის მოძრაობას. რო დაინახავ, არ უნდა გაიწრე. უნდა იყო გაშებული. ზუსტად ის გამოპარული, რომელზედაც გეუბნებოდით. მაღლა იყოს როლები. კიდევ უნდა დავალოდოთ. ვიგრძენი რომ უკან უნდა გამეხედა რა. მხოლოდ და მხოლოდ გუმანით მონადირული ინსტინქტი, მეტი არაფერი. აი, ამ ხელა მნიშვნელობა აქვს კარგ კამუფლირებას, სიჩუმეს და ადგილს შერჩეულის ნომრისთვის. არ ვჩანდი, ვერ დამინახა. ხედავთ რომ სარეკი მოვიდა ჩემამდე, მაგრამ დამიჯერეთ. ცხოვრებისეული გამოცდილება და პრაქტიკამ კარნახობს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნადირობა დამთავრდა იმ ნომრისთვის, სადაც სარეკმა აიარა. ძალიან დიდი ალბათობა არის იმისა, რომ რაღაცა გამოეპაროს ნომრებსაც, სარეკსაც, იყოს შებრუნებული, იყოს დევნაში, როდესაც ტყე არეული არის. ყოველთვის არის ალბათობა, რომ ნადირი გამოვიდეს. ამიტომ სანამ ნადირობა არ მორჩება, სანამ სარეკი ბოლო ნომერთან არ გავა და ნადირობის ორგანიზატორი არ აშლის ნომრებს, ყველანი უნდა ვიდგეთ ნომრებში. ვერ დამინახე, ხო? ვიცი, სუნთქავს. ახლოს არ მიხვიდე მაინც. აი მე ვერ დამინახე, ეს სისხლიანი მგელი როგორ ვერ დაინახე ბიჭო. აი მყავს უყურები იქა და ივით. მაღლა იყო რაღაცა კარგი ბათქაბუთქები. ხო.
აი მე ისევ აქავარ ჩუმად ვდგავარე რა. გააგრძელეთ სარეკი. მარლენ, რა ხდება შენთან? შენთან არაფერი არ ხდება საერთოდ. გს გადაჭრილი მხარე გვაქვს, ზედა მხარე. აქეთ არაფერი არ ხდება საერთოდ შენ სადახარ. კარგი, მაშინ მე შემიძლია გაგახარო, მე შუა წელზე ვარ. მე და ზურა და ერთი მგელი მოვინადირეთ, მოვიპოვეთ. გადავიღე, GoPro-თიც და შოტკამითაც. ვიცი შემოგევლე, ვიცი, ამიტომ დაგირეკე. კურდღელი გამოგვივიდა, ზურიკომ გადაუღო. ბაჭიას სკუპ-სკუპით, მოკლედ რაღაც კარგი კადრები გვაქვს, მაყურებელს ვანახებთ. შემოგევლე რა, ჩვენ ავშალოთ ნომრები. იცი რა, არ ვიცი, ჩემთან კი გამოვიდა სარეკი და ამირანამ გაიყვანა მგელი, მაგრამ მე მაინც ვზივა რა, სანამ ბოლომდე არ გამოვა მეორე სარეკის ბიჭი ლევანი და ძაღლები მაღლა არიან თქვენსკენ რა და როდესაც რატი აშლის ნომრებს ავშალოთ ნომრები, ვინც აორგანიზებს ნადირობას, იმან უნდა გითხრას მორჩაო. კაი, შემოგევლე, მე გამაგებინეთ ეგ ამბავი. აუცილებლად, აბადროებით. დაუქნათ ბიჭებო, მორჩა ნადირობა, ანუ სარეკი მაღლა აღარასულა თუ ავიდა და ჩამო. გადავდივართ. აბა, გადავდივართ და მალე შეხვედრამდე. კი, ლევან, მე გამიმართლა. წავედით, შევხვდეთ ბიჭებს და მეორე სარეკი გავაკეთეთ. გოგამ დამირეკა, გამახარა, მითხრა მგელი მოვინადირეო. ერთი სული მაქვს მივიდე და ვნახო. მოკლედ, დამთავრდა ჩვენი ნადირობა. ყოველ შემთხვევაში პირველი სარეკი მორჩენილია, ვნახოთ მეორეს დავგეგმოთ თუ არა. ექნება თუ არა მარეკს მაგისი ძალები. შევიკრიბებით და მოვილაპარაკებთ. გოგა, აბა რა ქენი? მალე რა ვქენი და ერთი გამოპარული დავაბინავე ამოვიღეთ გუნებიდან. და შენთვის კიდე ერთი კარგი ამბავი მაქვს. ჯაბსონასთან და ლევანასთან ორი გელიდევს კიდე და ეხა ის დრო არის, რომ მიხვიდე და გადაიღო. მე დაღლილი ვარ და ნამუშევარი შენგან გასაგებია. შეიძლება ვიხილო შენი მგელი? შენი მგელი შეგილია რო ის. აბა როგორი არის? როგორი კარგი დიდი ვარიანტი არის რა. გოგა ყოჩა. მეგობრებო, ამით დავასრულეთ ნადირობა, ლიცენზირებული ნადირობა, რომელიც გაიმართა წალკაში, რომელსაც უძღვებოდა რატი დოლიძე და როგორც ხედავთ, ძალიან დიდი წარმატება არის ნაჩვენები. რაც იცის ამ კაცმა იცის, ძმაო. გლები, სარეკი და წალკა როგორც მე ვამბობ, ამისი სამფლობელო არის რა. ხახო, მარტივად გეტყვით ყველას. ჯერ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მორეკვაში, ამ ნადირობაში. მადლობა მინდა გადაუხადო ბიჭებს, რომლებიც მოგვეხმარენ ამის მონადირებაში, ძალიან ბევრი სროლა იყო, რამოდენიმე გასროლა დაჭირდა თითოეულ მგელს, იმიტომ რომ მგელია, ამტანია და ეგრევე გაჩერება ცოტა გაგვირთულდა. ძალიან მიხარია რომ ჯაბამ პირველი მგელი ჩვენთან ერთად მოინადირა მარლენ და ჩვენ გადაცემას პირველივე გასროლაზე მოვინადირა. პირველივე გასროლაზე მოინადირა. ხედავ? ხო არ გეშინოდა? არა. ამ ხელა ტოპით ვიყავი. ჩემთვისაც პირველი იყო ბუნებაში მგლის დანახვა, სიმართლე გითხრა, ამდენი ხანია დავდივარ და პირველად შემოხვდა სამი ერთად. ძალიან კარგი. ერთ-ერთი რაც მიხარია მარლენ ამ არხის, რომ ახალ გამოცდილებას იძენს ჩვენი მეგობარი მონადირეები, რა. მოდი, ესე გეტყვით. პირველი მორეკვა დამთავრდა. ეხლა ტრადიციისამებრ ლუკმას გავტეხავთ და გადავწყვიტავთ მეორე მორეკვა სად და როგორ ჩავატაროთ და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. იმედი მაქვს. შეიძლება ვერც მოესწროს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეორე მორეკვა მოესწრება. დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი, გვიყურეთ და ბევრ საინტერესოს შემოგთავაზებთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გენო, საინტერესო ისტორია მოვისმინე რა და ბიჭებმა მომიყვეს თურმე მოგიყოლია რაღაცა ამბავი და ერთი მეც მითხარი. რა ხდებოდა შენ ნომერში? ფაქტობრივად ნომერში ვერ დავდექი. როგორც კი გავედი, ანუ რადგან კარაბინით ვიყავი, რატი მითხარო შენ განაპირას დადექი ხევში, რომ
ნუ გააკონტროლო იქ თუ ვინმეს გამოექცა, მეტი შანსი გექნება. მოპირდაპირ ფიდას სერზე 3 გელი, როგორც ლექსია, ესე თამაშით მოდიოდა ჩემსკენ. ნუ ერთ პირველი რაც გავაკეთე, რომ დავიმალე, რომ არ დამებრთ ხო ეს პროცესი და თან მეყურებიან და დავიწყე ტელეფონით გადაღება რა, ამ კადრების რა და თან ვფიქრობ, რომ ეხლა აქ სანადიროდ ვარ მოსული რაღაცა ნორჩი ნატურალისტივით და მაინც ძლია იმ ინტერესმა, რომ ამ ყველაფრისთვის მეყურებია თავიდან ბოლომდე და საინტერესო. ბოლომდე უყურე ამ პროცესს, ჩამოვიდნენ. პატარა მდინარე იყო, იქ ერთ-ერთმა იბანავა კიდევაც. აი ეს ურთიერთობა ჩანდა, ესე ვთქვათ, ალფა გლის და იმ დანარჩენი ორის ოჯახის წევრების. მე შეიძლება ჩემი სუნით სიგრძნო, ესე ვთქვათ, მეთაურმა და მხარე იცვალა ეს. და მხარე იცვალა ჩემგან შორს. და ხელი არ შემიშლია ამ პროცესისთვის. უბრალოდ ეს ნაწილი ვერ გადავიღე. უკვე იარაღმომარჯვებული ვიყავ, იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ ჩემსკენ რო წამოვიდე 3 მგელი, მაინც უსაფრთხოებისთვის ჯობდა ტელეფონისთვის თავიდანებებია და ხელში იარაღი მჭეროდა და ეს პროცესი, ესე ვთქვათ, ჩავატარე და გავუშვი უკვე მგლები შევაცილე იმისკენ, რა ქვია, ტყისკენ რა. და ტყისკენ რო შევაცილე, ჩავთვალე, რომ მალევე შეიძლებოდა უკვე ჩვენს მეგობარ მონადირეებს შეხვედროდა, მაგრამ მე პოზიცია შევიცვალე. უფრო წინ გადავიწიე. რო გადავიწიე წინ, ერთ-ერთი მათგანი შემომხვდა უკვე სასროლ პოზიციაზე რა, კი. და პირველივე გასროლით დაახლოებით იყო 100 მეტრი, იმიტომ რომ ნუ ახლოს არ იყო, მაგრამ მქონდა დამიზნების საშუალება და პირველივე გასროლით დაიჭრა რა და ნუ მაგრამ არ გაჩერებულა მგელი, გაიქცა და ამ გაქცეულ მგელს მოყვა უკვე ბევრი გასროლა ტყეში რა და შედეგიც დღეს რა იარაღით ხარ და რა კალიბრი არის? 9-19 კელტეკი არის, მესამე თაობა. პირველი ცდელობა არის, რომ სადმე წავსულიყავი სანადირო დამიარაღით, ახალი შეძენილი მაქვს და მოინათლა მგელზე. გადასარევი. და რა ვიცი, გადასარევი. გილოცავ. კიდევ ერთხელ გილოცავ ამ წარმატებულ ნადირობას. ძალიან ეს ემოციებში ვარ, რომ პირველად ნახე ველურ ბუნებაში 3 მგელი ერთად და პირველად მომეცა ამის საშუალება და ნადირობაც რო წარმატებული იყო, მიხარია და ნუ კარგად დამთავრდა ყველაფერი. ასეთი კარგი ნადირობის ორგანიზებისთვის და რატის, რომელმაც ხევისკენ მიბიძგა რა. ჯაბა, როგორც უკვე უთხარი ჩემ მაყურებელს, პირველად მოინადირე მგელი. კი ბატონო. მოგვიყევი ორი სიტყვით, რა იყო, როგორ იყო, რანაირად? სარეკი რო დაიწყო ქვემოთ რა. პირველი 2-3 გასროლა სარეკმა რაც დაიწყო. ჩვენ გვერდზე ნომრებში მალევე დაიწყო რა სროლები. ეს იმიტომ რომ ეს მგლები იყვნენ იქიდან ტყიდან შემოსული 3 მგელი. ეს ჩემი რომელსაც მე ვესროლე. ნომრებს ზემოდან შემოუარა და ჩემკენ შემოვიდა. ანუ გაპარული იყო. გაპარული მგელი იყო რა, ჩემკენ შემოვიდა და დაახლოებით 20-25 მეტრში გამომივიდა რა. და ხილვადობა როგორი გქონდა? იმაში გადიოდა, ხეებში გადიოდა და ერთი მომენტი, სადაც აი ორ ხეს შორის მოუწევდა ვესროლ და პირველივე გასროლაზე. და დანახვით შორიდანვე დაინახე? არა, ვერა. აი უკვე ჩემ მე რო ვიდექი და ესე გვერდზე რო იყო ჩემ გვერდზე, იმიტომ რომ ჩუმად იმაშვებოდა რა, არ იყო ეს დამთხალის არის. მოიპარებოდა მაშინ დავინახე და რო შემოტრია და ცოტა უკან მომიწია სროლა და ადგილზევე. კიდევ ერთხელ მოგიგულწავ. მადლობა დიდი პირიქით. ეს ერთი და სხვა მრავალი. მადლობა თქვენ რომ ესეთ კარგ ნადირობებს აორგანიზებთ და ამის შესაძლებლობა რომ ბუნებისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ. გაიხარე. გაიგეგმა მეორე სარეკი. ამ ტყის გვერდზევი არის კიდევ ერთი ლამაზი ტყე და იქ გადავდივართ სანადიროდ. სისხლის კვალი. ეს ის ხო არა. მაო იმენა დაეცა რა. საინტერესო ფაქტი არის ხალხო. როგორც ჩანს კიდევ ერთი მგელია მონადირებული, იმიტომ რომ სისხლის კვალი ვიპოვეთ. სისხლის კვალი გადაიღე გიო? ვერ ნახე? აი იქ არის შენზევით არის ბიჭო. აი შენზევით ეგეთ 7-8 მეტრში არის.
თითქმის ძლივს მიბობრავს ის ინდონეზია და ხო, არა, აშკარად ახლოში უნდა იყოს სადღაც მონადირებული უკვე დაგდებული რა. რამდენი კილომეტრი გამოვიდა? ჯერ მაქსიმუმ კილომეტრი ნახევარი, არც კი. მე მგონია რომ ალბათ კილომეტრი და 200-300. რთული რელიეფი კი გვაქვს. რელიეფი რთულია, ხო ხევი არის, მუტალი ხევი და მდინარე არის გადმოსავლელი. გავჩა სულ ალბათ 1700-800 მეტრი. სწორზე სასიარულო და უკვე ტყეში. ჩემი ნომერი შერჩეული არის. თუ არ ვცდები, მერვე ნომერი ვარ. ბიჭები აგრძელებენ გზას, მიდიან. რატი დააყენებს. შევიწევი. ჩემს მარჯვნივ ადამიანი არის, ხომ მივიდე და ვთხოვე რომ ოდნავ გადაიწიოს. იმიტომ რომ სადაც ის ზის ამ გამოსასვლელს პრინციპში მე გავაკონტროლებ. რა გითხრეთ, გვისურვეთ წარმატებები. მოკლედ, ჩავდექი ნომერში. ჩემს უკან არის ჩვენი მეგობარი და გიორგი, ჩვენი ოპერატორი. ცოტა იმის მერე არის გოგა და აქეთ მხარეს არის კიდევ ჩვენი მეგობარი ნელა ნომრებში ვნაწილდებით. როგორც ხედავთ, ტყე ძალიან კარგად თუ აქვს ჩაკეტილი. ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაახლოებით 60 მეტრში, 50-60 მეტრში ხალხი დგას. იგივე ხდება აქეთ ამ მხარეს, უბრალოდ წვრილიანი არის და არ ჩანს. ერთადერთი რაც გვინდა იღბალი და ჩვენი ვაჟკაცობა. სარეკის პირველი გასროლები უკვე მოვისმინეთ. ორი გასროლა იყო. ეხლა ყურადღებით. ძაღლის ეს ვარიანტი მაფიქრებს იმაზე რა, ძაღლი რახანა გამოვიდა ახლოში და გადავიდა ამ ტყიდან და დაადო თავი იმ ტყესკენ მიდის, სადაც ჩვენ დილით ვინადირეთ. ეს ყველაფერი იმას გავს, რომ ტყე ცარიელია. 13:48 არის. ამ ტყეში არაფერი შეენიშნება. 15 ნავთი განავთვალე ჩემ წინ იდგა ეს. ძალიან კარგია კუდლები რომ მომრავლდნენ. მორჩით ნადირობას, დღევანდელი ნადირობა წარმატებულად დამთავრდა, წარმატებით ჩაიარა. რა, კურდღელი? კურდღელი ჩვენთანაც გამოვიდა.
აი ნახე შენ. მე ვერა შენ რომ ანიშნე ვერე იმას ვქენი. ეხლა შეტი ხაი ისაკ რა დაპეტლა თუ რასაძე. მართლა? აი გაკეთებ. 15 ნაბიჯი გადავთვალე ჩემ წინ იდგა ეს. ძალიან კარგია კურდღლები რომ მომრავლდნენ. ეს ცალსახად იმისი ნიშანი არის რომ ჩვენი და თქვენი ეს ტურებზე და მგლებზე ნადირობა კვალის გარეშე არ ჩადის. გოგა, დღევანდელი დღე მოდი შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ რა ვნახეთ, რა გამოგვივიდა და საერთოდ რას ემსახურება ეს ნადირობა. ნუ რას ემსახურება ეს ნადირობა მალენ მე შენ და ჩვენმა მაყურებელმა კარგად ვიცით. ეს არის სანიტარული, რასაც ქვია, სანიტარული ღონისძიებები, იმიტომ რომ იმდენი არის ეს მტაცებელი და მავნებელი, რომ კვირა არ გადის, რომ მე და შენ ზარი არ შემოგვივიდეს, წერილი არ მოგვივიდეს, რომ რაღაცა გვიშველეთ, საქონელი გაგვინადგურა, ის მოიპარა, ეს მოიპარა, ძაღლებს იპარავენ აივნიდან, ეზოდან, ნუ მეტი რა გითხრათ ახლა. დიახ, და ამ ყველაფერში ფაქტიურად ძალიან მაგრა გვეხმარებით თქვენ ხალხო, ჩვენი გამომწერების გვერდში დგომით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით ვახერხებთ ამ ყოველივეს ესე კარგად. თქვენ იხილეთ ეს წარმატებული ნადირობა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის ამბავი, რომ ამ წარმატებას ესე ადვილად ვერ ვაღწევთ ხოლმე და ქონდა არაერთი წარუმატებელი ნადირობა, რომელიც უბრალოდ არც კი დაგვიდია. თუმცა შეიძლება რაღაცა, ასე ვთქვათ, პატარა მიმოხილვით ისინიც ვაჩვენოთ ხალხს, რომ ესე ადვილი არ არის. მალე შენ ალბათ დაგავიწყდა, ჩვენ მქონდა გამხილვა და დავდეთ ვიდეო წარუმატებელი ნადირობის და მაგაზე გქონდა უკვე საუბარი. ეგ იყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაგროვილი მასალა, ზოგადად, რომელიც არც უნახავს არავის რა, მარტო მე და შენ ვიცით ეგ ამბავი. ხო, ნუ რა ვიცი, მაგას მე მოვიფიქრებთ მე და შენ, ღირს თუ არა ამ ყველაფრის ჩვენება, თუ არა და რა ვიცი, მე თქვენს გითხარით მაყურებლებო, ღირს თუ არა ასეთი გადაცემების კეთება ზოგადად, სადაც წარუმატებლობასაც იხილავთ. კათეთი წამო. ხო. არ გვინდა, იმიტომ რომ ის გადაცემა რომ დავდევით. კაკრას 1 საათი ვიბაზეთ, რომ პირველები ვართ YouTube-ზე, ვინც რო არ ქონდა წარუმატებელი ნადირობა, დავდევით. გაიგეთ, ამიტომ რეჩი თავიდან გაიმეორე რაღაცა სხვა იმით რა. რომ არც ისეთი მარტივი არის თქო, მე დაიწყე. მინდა ჩემო მეგობრებო გითხრათ ის, რომ არც ისეთი მარტივი არის მგელზე ნადირობა, ძალიან ხშირად სამწუხაროდ წარუმატებელიც ხდება ხოლმე ნადირობა. თუმცა დღევანდელმა დღემ ჩვენი გულები გაახარა, იმიტომ რომ საპირისპირო გვანახა. დიახ, საპირისპირო გვანახა და მოდი ისიც ავთქვათ, რამდენი კურდღელი ვიხილეთ დღეს და როგორ მიხაროდა, რომ ერთი გასროლაც კი არ გაუკეთებია არავის რა. მალე მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენთან ვინც დადის პრეტენზია გვაქვს ყველას რომ ვართ მონადირეები და არა ბრაკონიერები. ამიტომ ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ბიჭების ხრიდან წაცდენა როგორც ესეთი არ იქნებოდა. მეც საწგეთყვი, აი მონადირებულ სამ გელზე მეტად მე პირადად აი ამდენი კურდღლის ნახვამ გამახარა რა. ეს კიდევ ერთხელ ცალსახად მიუთითებს რომ ეს ჩვენი შრომა და ჩადებული ჯაფა და ოფლი და წვალება ტყვილად არ მიმდინარეობს. რაღაც შედეგს ვაღწევთ და ვდებთ. ცალსახად ხა მე და შენ ისე ხშირად დავდივართ ამ დღეში, რომ გვაქვს სტატისტიკა, რომ ყოველ მოსვლაზე მეტი და მეტი ხდება კურდღელი, შველი, ცოცხალი არსება, რასაც იდეაში ჭამს ტურა და მელა და მგელი. კი ბატონო. თუმცა რაც შეეხება იმ ამბავს, დღევანდელმა ნადირობამ ჩაიარა, ასე ვთქვათ, ძალიან დადებითად, მხოლოდ და მხოლოდ 3 მგელი და არც ერთი ტურა არ შეგვხვედრია სამწუხაროდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურის ლიცენზია კიდევ გვაქვს და შეგვიძლია გავაგზავნოთ ნადირობა და თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი იხილოთ, არხი გამოიწერეთ მეგობრებო. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, გვიყურეთ, შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ნადირობას. ყოველ შემთხვევაში მე, მარლენი და ჩვენი მეგობრები ამას ვეცდებით. ნახვამდის. ნახვამდის.